ამისთვის გამოგიძახეთ ბატონო ქიშვარდი, ვეღარ ვაკავებ და რა ვქნა. სხვას რო წიგნი უჭირავს ხელში, აგი ღორჯოებს დასდევს დღე და ღამე ზემო კუხაცი. რა ვქნა. ამას წინეთ გოგოძეები საზიარო ჭაში საზამთრო ჩააგდო. გასკდა ბატონო საზამთრო. ერთი კვირა კომპოტს სვამ წყალის მაგივრად 2 ოჯახი. მომკალი ვიღაც. მართლა ბიჭო? თქვენ ფიქრი ნუ გაქვთ ხალბატონო იულია. ჩავიყვან მე მაგას გურიაში და ჭლიკი დავკიდებ ჭადარზე. არ ვიცი ბატონო რითი დაკიდებ, მაგრამ ბედნიერია დედამისი და მამამისი მაგის საქციელს რო ვერ ხედავს. როგორ ფიქრობთ ხალბატონო იულია? ვითომ სულ წასულია მაგის საქმე და აღარაფერი ეშველება მაგუბედურს? რა უნდა ეშველოს? ამ კვირის წორს კოპაძეების წისქვილში 1 ფუთის სიმინდი გავატარე დასაფრთხალად. და 2 ოყა მომიტანა. ვიღაცა კუხალეიშვილის ობლებისთვის დაუტოვებიათ. შიათო და მარტო არიან და ცოდო არიან. ასე ლაკაჩაღივით. უყურე შენ? მართლა ბიჭო? მაგირა ბატონო. მაგან და მასავით უპატრონო კუყურია უგულავამ ატამი მოპარეს საკუთარ გეოგრაფიის მასწავლებელს დათიკოც ვერავ. და ვიღაც მარტხოჯელ ლავე ბაქტადეს გოუცვალეს აწყაჟეშში. ერეკლე მეორეს ხმალიაო. აბა უყურე შენ? მართლა ბიჭო? ბატონო ქიშვარდი, რო დაგიჩემებიათ, მართლა ბიჭო, მართლა ბიჭო. ამხნის ქალი ვარ და ჩემი არ გჯერა, არ გჯერა. მაგას რა ვაკადრებთ ხალბატონო იულია, მაგრამ მე იმას ვფიქრობ. რა ეშველება მეთქი ახლა ამას? უსაშველო რა ჭირს ბატონო, მაგრამ მაგას კაცის ხელი სჭირდება. შარშან თუ გადავრჩებოდი არ მეგონა. აგერ ეზოში ცეცხლი დაამთეს და ფეხს ყოფდნენ ცეცხლში. ვინ უფრო დიდხანს გოუძლებს? და ამ სულელობა გოუძლო, ამანა, აჩვენე ბიჭო ფეხი. ვაიმე შვილო. სანამ ცოცხლები იყვნენ, მაგის მშობლები ახლოს არ გამაკარეს ბაღანას. ახლა რითი გოუთფო მე მაგას გული? თუ სწავლობს მაინც რამეს? ბაღანაი რომ საკუთარ მასწავლებელს ატამს მოპარავს და ბებიაც ვერცხლის ხովზებს გოუყიდის იმ გათახცირებული ქარყვნილი წიგნი რომა დეკამერონი იმის გულისთვის. იმან რა უნდა ისწავლო? წავიყვან მე მაგას გურიაში და ჭლიკით დავკიდებ ჭადარზე. აგერა ბატონო და დააკვირდით ახლა თქვენა. ჩვენ ლაპარაკი რა ხარუხათ ეყურება ამას. ერთი წარბიც არ შეუტოკებია. დაიღალა საწყალიულია ბები. როგორ ტკბილი ხმა ჰქონდა და როგორ გაავები. თუ ბაბუას ტკბილ ხმასთან შედარებით მეჩვენებას. დაიღალა ალბათ. როგორ არ გამატანოს ამ მოხუცგანს. ბაბუა რომაა თურმე ჩემი და ისეც არაფერს გავაკეთებ რომ გული ვატკინო. ეს სკოლის მოწმობაა ბატონო ქიშვარდი, რომ მე-4 კლასში გადავიდა და დაგჭირდებათ ალბათ. მაგრამ ერთი შეცდომა მოსლიათ. ლომჯარიან ნოდარის მაგივრად, ლომჯარიან ნადირი დაუწერიათ. მაგრამ მე რომ ვკითხოთ, სწორედ მაგია მაგის სახელი. იბარა, ასე კიდრივი ჭიშველი, სად დავიყვანო, შეგალო? ასე კიდრივი ჭიშველი წამევიყვანე შარშან მე აბჭალიდან. ახლა სირმებიან ჩოხა ახალუხს ვერ შოუყერავ მე მაგას. სადაა ბიჭი? ჩამოდი ბიჭო ძის. ჩამოდი ბიჭო. ამას გოუძლებ მე ახლა? ხოდა წავიყვან მე მაგას გურიაში და ჭლიკით დავკიდებ ჭადარზე. რითი წინდათ იმით დაკიდებ, ბატონო ქიშვარდა, მე მომაშორებ, ჭლიკით ბატონო, ჭლიკით.
რას მინდა ახლა რომ ვიდეო ამკაც? არც ბიძაშვილებს გამოემშვიდობე და არც არავის. რაც მომთხოვს, გაქცევას რა უნდა? ეს შენ გეტყვი დაგეწევა თუ რა? მაგრამ რაღაცა მაგალებს. რაღაცა ძაღა. რა ხვია ნეტავ ძაღას? ბაბუ, რაზე ფიქრობ? არაფერს. ოცდათვრამეტი, 39, 40, 41, 42, 43, 4, 5, 6, 7, 8. 38 წელს ხარ ბაბუა შენ დაბადებული. 48 წელია ახლა. გამოდის რომ მე 11 წელიწადში ხარ გადამდგარი. ხო და არაფერზე ფიქრი არ ეკადრება შახელა ვაშკაც. თუ ფიქრობ და მემალავ, ა? არა ბაბუ, არაფერზე არ ვფიქრობ. უნდა იფიქრო ბაბუა. დროა, უნდა იფიქრო. ბაბუა. რამდენიმე თვის შემდეგ მე და ბაბუას მოულოდნელად ბებია იულია გამოგვეცხადა. რაზე შეწუხებულ ხართ, ქალბატონო იულია, ყინვაში? არ დამაყენა საწოდავი დედამისი საჩრდილობა. არ შეიქნა უმაგისოდ ჩემი ცხოვრება. თქვენ რო წამეიყვანეთ იმის მერე გულა მომჯდარი დავდივარ. დამიბრუნეთ ჩემი ბავშვი, გეხვეწები, დამიბრუნეთ. ბავშვი მაშინ იყო მაგი, ქალბატონო იულია, თქვენგან რომ წამოვიყვანე. თორემ ახლა კაცია და აგერა. ხო და თუ უნდა წამოსვლა მე ვერ დავაკავებ. ნაწყენია ახლა მაგი ჩემზე. თქვენისთანა ოქროპირი და ბრძენი ადამიანი თუ მოაბრუნებს ახლა მაგის გულს ჩემსკენ. თქვენ ორი ყავთ ქალბატონო იულია, ყოლიას ბიჭები და მე ამ ერთსაც აღარ მიტოვებთ? ანგარიში და თვლა არ ცოდნია შვილიშვილს. 100 რო ყავდნენ სულ ერთია მაინც. მართალი ბრძანდებით. სათვალავი არის ის შვილიშვილი. ნუ წავიყვანთ ცოდვიან სამ ქვეყნიდან. რა პირით შევხვდე დედამის და მამამის საიქიოში? მე და თქვენ გასწრებაზე ვართ, ქალბატონო იულია.
კაცი შვილმა არ იცის თუ ვინ როდის სწავა. ხოდა მე თუ გაგასწარი. მე რა პირით შეხვდე დედამის ან მამამის? ღმერთმა თქვენი სიკვდილი ნუ გამაგროს, ბატონო ქიშვარდი. ჩემი ყველაფერი მაგია. მომკალით და ვერ გაგატანთ ქალბატონო იულია. ბატონო ქიშვარდი, დაბარმა უნდა ახლა მაგას დარეცხვა, დაუთოება. დედის მაგირობას თქვენ ვერ გოუწევთ, ბატონო ქიშვარდი. არ გამჭირებია მე მაგის მოვლა და არც შველა მithოვია არავისათვის. მართალი ბრძანდებით, მაგრამ ღამე ფეხის დათბილვა უნდა. სკოლაში დევნა უნდა. რომელ სკოლაში? ცნობა რომ ისა ნადირიაო? მაგრამ რომ არ გამოდგა მართალი? რატო არ გამიხვა მაშინ ეს ჩემი ენა, რატო არ გამიხვა ამას რომ ლაპარაკობდი? არც ატმის ქურდობა მოუშლია სხვათა შორის ჩემს ხელში. გახმეს ის ხე, რომლის ნაყოფი მაგას ვინმე დაამადლოს. როგორ დაბერებულა ბებიაჩი. დალეულა და ხმა წასვლი, წელშიც მოხდა. სად დანაუჭებია სახე და მაინც გავხდედა ჩემს ხატივით ლამას დედას. ახლა რომ თვალები დავხუჭო, სუნთლად დედა ჩემივით გახდება. ერთი თვე მაცალეთ ქალბატონო იულია. აბრეშუმის პრემიას მივიღებ. ყადარას მივდგები. თორემ ასე შიშველს ხომ არ გაგატანთ? ოღონდ ახლა გამატანე და ჩემსაც გევიხდი და მაგას ჩავაცმე. იოხდება მაგას თქვენ სამოს კი. ყოველი თქვენი სიტყვა სახარებაა მისთვის. თქვენ თუ ეტყვით, ღმერთი არ გწონთ ქალბატონო იულია. როგორ უთხრა ჩემს ნაგრამს, ჩემი პირით, გადადი ჩემი ეზოდან და სხვას გაყევი მეთქი. მეც მაგის სისხლი და ხორცი ვარ. რაღაცა ორი დრის სიცოცხლე დამრჩენია და დამიბრუნეთ ჩემი ბიჭი. ნუიგადრებ, ქალბატონო იულია, ნუიგადრებ. მერთო შენ გაახარეს, ღვთისმიერი კაცი. მოდი ბებია, მოდი. მოდი შენი ჭირინე, ჩემი ანიკოს ნერგო, დამოდი ბებია ჩემთან. და მაჩუკე კიდე ორი დღის სიცოცხლე. აყევი ბაბუა, აყევი მოხუცებულ ბებიას. და როცა გულს იჯერებს შენი სიყვარულით, ამასობაში მეც მომენატრები და ჩამოდი ისე უკან. მაგრამ რა გინდა ახლა შენ? შვილიშვილობა შენ ადვილი საქმე ხომ არ გონია? ძნელია ბაბუა შვილიშვილობა, ძნელი. განსაკუთრებით მე და ბებია შენისთანა გამოყრუებული მოხუცების შვილიშვილობა. აცი ხარ ახლა შენ. აქაურობა, ჩიტი და მიმინო არსად გაგექცევა. შენ გელოდება იცოდე.
შეიძლება შენთან დავწო. მოდი ბაბუა. მოდი.
სკოლიდან მოდიხარ. ხო? გახსენით ჩანთები. ამოყარეთ რა თქმა უნდა. ჯაკო. წელი მეცადინეობდა. 6 ქალბატონო. ცხონებული დედამისი ატარებდა თბილისში. ვისთან? ვერ გეტყვით ვისთან. მაშ ასე, ბავშვი ივლის ჩემთან. სამშაბათობით, ხუთშაბათობით და შაბათობით. გამარჯობათ ნინა ივანოვნა. გაგიმარჯოს. კოკა სად არის? გოგა შენსავი თუ საქმური კი არა, სკოლაშია. ეგვინღა? შენი საქმე არ არის. ვინ არის? გერძნის ბიჭია იანგული. მაწონი დააქვს მაგას და მამამის ჩვენთან. სკრიპკა. შეთავხედო. წამოდი. ასე უსაქმურად აგდია ქუჩაში უპატრონოთ. ბიჭო, ხვალდილით გამომიარე, შეშა მაქვს დასახერხი. წამოდი, წამოდი. აიმუნო. გაგვიანდება სადმე? სანამ მაგვიანდებოდეს. რა ვიცი კი გარბი ხარ სადღაც და? არა. აბა თავიდან დავიწყოთ. 3 4 ი. აბა შეიცი. თელი მასალა გაიმეორე, ხომ იცი მეორე კვირას კონცერტი გაქვს და არ შემარცხვინო, თორე მოკლა ვიცოდე. წადი. ჯემალ. არ გესმის ბიჭო. რა მოგივიდა? აბა ხომ არ ხარ? თევზები. რა მოხდა? რა მოვიდეთ? ვაიმე. მე არ მინდოდა. მოიწამე. რა ხდება? რა მოვიდათ? რა, ჩემი თევზები? ყველი და პური ვაჭამე. თანაც შავი პური მიგიცია. დიახ, შავი. ცუდი ბიჭი ხარ. ძალიან ცუდი ბიჭი.
მაპატიე, მაგრამ ეს ასე. წადი. წადი. მოიცა ჯემა. შენ ახლა ამიტომ სწავლაზე კი არა იცრო გული. ხომ იცი მაგას შვილი არ ახავს და ახლობელი, ამიტომ განიცადა ეს. ბაზარში თევზის მეტი რა არის? იყიდე, მიუყვანე და მორჩა. ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება. ვიდიალ. რეშკა თუ არიო? არიო. წააგე, რეშკა. ახლა? რეშკა. არიო. რეშკა. რეშკა. დავა ერთი რეშკა. არიოლი. არიოლია, ქვითი ვართ. მეც არიოლი ერთი რა. ნახე იანგული, ვინ მოდის? სკრიპკა შეხება. სკრიპკა, მოდი. რა გინდა? მოდი. თუ საქმე გაქვს შენ თვითონ მოდი. მოდი, ნუ გეშინია. ვის უნდა მეშინოდეს? შენ იცი მე ვინა ვარ? ვიცი? რე რომ გეძახი, რატომ არ მოდიხარ? შენ ვინ ახარ, მე რომ მეძახი? შენ ბიჭო ხომ არაფერი გეშლები? ხელი? უყურე შენ? პული? არა მაქვს. პაპიროსი? არ ვეწევი. ჯიბები ამოიტრიალე. შენ თვითონ ამოიტრიალე. აბა ეს მომეცია? აჰა. ვიდი დაუყარი, ბიჭები გამერთე. არ უკრა. მაშრას დაათრა, მუქთავირი ხარ? ბიჭებო, ვიოლინოს ხმა მოგისმენიათ? პეტია. მე რადიოში. მიოლინო, სკრიპკა. ეს რა უქნიათ? ბეჭა, სად გარბიხარ შეეშლაკისნე ხო? მოიცა მე შენ გეუბნევი. რა არის ეს? ეს მე არა დეიდანი, ეს მე არა, იცით? ვიცი ვის ინახელავიც არის ეს, მაგრამ ვირის ყროყინზე გაზდილ ჩოჩორს მუსიკის რა მოეთხოვება? არა, ნამდვილად გამიგიჟებენ ამ ბიჭს ეს უსაქმურები. დღე-დღე მე ქუჩაში ყრიან და რას უნდა მოელოდეს მაგათგან კაცი? სკრიპკა. იანგული გიბარებს, ხიდის ქვეშ. ვინ არის შენი სკრიპკა? გავითესოთ სანამდე. არ გაიქცე ბიჭო, სირცხვილია. შენ არ იცი მაგის ამბავი, დაგვასიებს ორივე სცენა. მე რა ხომ არ მოკლავს. წამოდი, ნუ გეშინია. აჰა, მოვედი. რა გინდა?
შენ გუშინ უბანში შემარცხინე. არ ველოდი და იმიტომ დამს. ახლა ანგარიში უნდა გავასწოროთ. შენ ხომ იცი მე ამ უბნის ყოჩი ვარ. არ მინდა მე ყოჩობა, თავი დამანებე. არა, თავს ვერ დაგანებე. ერთ-ერთზე უნდა გავსორდე. უბანში ორი ყოჩი არ შეიძლება. ან მე, ან შენ. რამდენჯერ უნდა გითხრა, არ მინდა ყოჩობა მეთქი. ეგრე არ გამოვა. უნდა ვიჩხუბოთ. ვიჩხუბოთ. ოღონდ პატიოსნად. პატიოსნად რას ქვია? არც პეტია და არც კოკა ჩხუბში არ უნდა ჩაერინო. გინება არ იყოს. თვა არ იყოს. წაქცეული სცემა არ იყოს. თუ მოგერიე, იცოდე ხვალ იმავე ბიჭებთან გცემ, რომლებთანაც დამსვი. მაგასაც ვნახავთ. ეღვალ ის არის. ჯიბები. თავით აჭამე. Dos, Vinata. Dos. Dos, estos tienen que hacer dos. Vinata. Holland. არა უშავს, იმასაც ბევრი მოხდა. სულ ერთია, ხვალ მაინც ვცემ. ნეტავის არკეში ჩაგახედა? მაგრათა ვარ? ბუნკივით. ქრისტო, მე ძალიან გთხოვ, გადასცე იმ შენს ვაჟბატონს. აღარ გაბედოს ჩემთან მაწმის მოტანა არასოდეს. აღარ ნახო მაგის ფეხი ჩემ ეზოში. და იცის მაგან რატო.
არ შეშინდა იცოდე. თა ბიჭო გაზიარეს? შენ აქ თბილისში ხო არ გონია? ახლა დაიწყება ცირკი. იანგო, თავის ფეხით მოვიდა ბულკი, მიდი შეჭამე. რას მიაყოლებ? გალაქსი თუ ხიზილადა. უბნელებო. თქვენ წინაშე დგანან თბილისელი მკრთალსახიანი ჰარიფი ჯემალი და მისი დედაშვილი წვინტრიანი კოკა. მორჩი, გეყოფა მაიმუნობა. შენე, წვინტრიანო კოკა. გაიქეცი ახლა, სასწრაფოში დარეკე. 1-5 წუთში მოვიდნენ და შენი დაინვალიდებული დედაშვილი წაიყვან. დღეს შენ მოგიწევს სასწრაფოთი წაყვანა. ხაიში. იადი. სელო. სესონ ტოშერი. დღეს მე მკრთალსახიანთან ორი ხელით არ ვიჩხუბებ. ის ცალი ხელით გაილახება. ხელი ამოიღე და ისე ვიჩხუბოთ. მე შენთან ბიჭო ორი ხელით ჩხუბს არ ვიკადრებ. მაშინ არ მინდა. გეშინია? კი არ მეშინი არ მინდა. ხელი ამოიღე ისე დაგცე. მეჩხუბე თორემ გცემ. Скрипка! გესმის შენ? საჭიროებად მოხდი. საჩხუბრად. ვინ არის ბიჭო? ამხანაგია ჩემი. ჯემალი? იანგულს არასწალია ბაზარში მიდის. შერიგდით? დიახ, შევრიგდით. მოდის დაბრუნდები ბაზრიდან. შუა დღესაც. შემოდი სახლში. მადლობს, მეჩხარება. ხიდის ქვეშ გელოდები.
გვეყოფა. ხვალ შენ ძმაკაცების თვალწინაც გცემ და მორჩა. ხვალ მე შენ დედას გიტირებ. ჯერჯერობით ჩვენ ბარი-ბარში ვართ. ხვალ შენი ძმაკაცებით მოდი სადაც გინდა. მეც მოვა. ვიჩხუბოთ და ვინც გაიმარჯვებს, ყოჩიც ის იქნება. აი მოვედი. გუში რომ ძალიან იქადნებოდი დედას გიტირება. მიტირე დედა. აჰა, მიტირე დედა. გაიძულწა თუ არა? გათავდა მაგის ყოჩობა. მართლა ყოჩი ყოფილი. როგორ? გაჯობა და ისე. რითი მაჯობა? გუშინ საღამოს მკითხა ჯემალის დედა სად არის? მე უთხარი არ აყავს მეთქი. რას ამბობ, კოკა? იმიტომ არაფერი გითხრა.
შენ რა გაგიჟდი? შენ მეც ურავის მეტი არაფერი ვიცი. მე შენ ხომ არ გეჯიბრები ვიოლინოს დაკვრაში. წადი ბიჭო, პარმენას უთხარი ნავი წაიღოს. ამ დღეებში მივდივარ თქო. არ გესმის? მე არსად არ მოვდივარ. წამოხვალ. არ წამოვა. წამოხვალ. წამოხვალ. ვინ ჩაგილურჯია ბიჭო ეგ თვალი? გცემეს არა? ეგრე მოგიხდება. აღარ მოგბეს და ბიჭო იმ სანაპიროზე გდება? სკოლაში წადი, ისწავლე. ან იმუშავე. იანგუ. რა მოგივიდა ბიჭო? დიდია ხრისტო. იანგული სახლშია? არ არის სახლში. სად არის? ჯანდაბაში. გამარჯობა. გამარჯობა. რა ხანია გეძე? სახლშიც ვიყავი შენთან. მითხარი ვინ არის? თუ მარტო ვერ მოერია, მე წამოყვები. ვერ მოვერები. ორნი? ორნი კი არა, მთელი ჩვენი უბნის ბიჭები ერთად რომ შევიკრიბოთ, მაინც ვერ მოვერებით. ვინ არის ასეთი? მამა ჩემი. მამა შენი? ხო. ასე როგორ გაგიმედა? ამ დღეებში საბერძნეთიდან გემი ჩამოდის. მერე? ჩვენი თემის ბერძნები ელადაში ბრუნდებიან. მამა ჩემიც. ელადაში? ხო. მე არ მივყვები.
არ მინდა წასვლა. მამა ამბობს, რომ იქ ჩვენი სამშობლოა. მამა ბაბათა სისხლი გვეძახის. ჩვენ მოვალენი ვართ, წავიდეთ. ერე და რატომ არ მიყვებ? როგორ აგიხსნა? იქ ხომ არც კურლი გაიქნება, არც კოკა, არც პეტი, არც ჩემი ვირი, არც ნანა და არც შენ. გულზე რომ ელოდოს გაწერია? მე აქ დავიბადე ჩემო. გამარჯობა. გამარჯობა. ჩვენ ამ საღამოს მივდივართ. მამა ჩემმა ყველაფერი გაღედა. ყველაფერი რაც კი გაგვაჩნდა. ჩემ ერთს კი არავინ არ ყიდულობს. ძნელია ქალაქში ცხოველის შენახვა. შენ ხომ არ დაიტოვებდი? დავიტოვებ, იანკო. ადვილი მოსავლელი. სულ რაღაც ერთი მუჭა ბალახი ყოფნის. ძალიან საყვარელი ცხოველი. მოეფერე ხოლმე. კარგი, იანკო. კოკა მოგეხმარება. ნინა ივანოვნას თხოვე არ გააგდოს. თხოვ, იანკო. აპოლონი ქვია სახელი. ვიცი, იანკო.